განსაკუთრებით კი მისი ქვედა ტერიტორია. დაზიანებულია იქვე მდებარე მომავლის სკოლის შენობა. მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები მზიურში, თუმცა იმით თქმა თუ რა გადარჩა და როგორი შეიძლება იყოს ის ჯერჯერობით რთულია. სოფო ხანაშვილი იმყოფებოდა სტიქიის ზონაში და გვიამბობს ბავშვთა ქალაქის ახლანდელ მდგომარეობაზე. ბავშვთა ქალაქ მზიურში უკვე 3 დღეა უფროსების სიმრავლეა. თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი პარკის ქვედა ნაწილი სტიქიის შედეგების ეპიცენტრია. მაშველებთან ერთად ტერიტორიას მოგლეჯილი ხეებისგან და ნაშალისგან მოხალისეები ისევ ასუფთავენ. ვსვიობთ ახლა ვიგოთ ძირი. სავარაუდოდ ქვაფენილი. ესენიც გაიწმინდოს ბარემ და თლიანად აი ეს ტერიტორია მიწით რაც ასავს გასუფთავდეს. შემდეგ იქით გადავალთ. სამაშველო სამსახური გვაძლევს მითითებებს, ვისაბულზოდოთ ჩვენ ვახდენთ მათ დახმარებას და ამავე დროს ჩვენ თუნდაც უწევთ ორგანიზებას პატარ-პატარა სამუშაოებსაც, მორების გადატანა იქნება თუ აფათქებით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება, რომელიც ეხება სილისა და შლამის გადატანას. ამ შენობაში 10 წლის განმავლობაში ქართულ-ამერიკული მომავლის სკოლა ფუნქციონირებდა. სტიქიამ კვალი შენობასაც და მის ეზოსაც მკვეთრად დაატყო. სკოლა, რომელსაც 250 მოსწავლე ჰყავს, დღეს პარტნიორებს სასკოლო ინვენტარით დახმარებას, მთავრობას კი ფართის გამოყოფას თხოვს. არავინ არ გარისკავს და ვერც ავიღებ თავზე რისკს, რომ ვინმე შვილი აქ მოვიყვანო და ყოველი წვიმის წამოსვლაზე ევაკუაცია გავაკეთო და შიში ზარი მცემდეს და ღამე არ გვეძინო. პირველი პრიორიტეტი რაც არის ჩვენი და ყველაზე მეტად რაც გჭირდება, ეს არის ალტერნატიული შენობა. რა ზარალი მიადგა მზიურს, ეს კითხვა ჯერჯერობით ღია. ამ ეტაპზე პასუხი არც იმ შეკითხვაზეა, თუ როგორი იქნება ბავშვთა ქალაქი მას შემდეგ, რაც პარკის სტიქიის შედეგებისგან გაიწმინდება. ერთი რაც ცნობილია, პარკს რეკრეაციული სტატუსი შეუნარჩუნდება. ამ წუთის მდგომარეობით ყალიბდება ის სხვადასხვა ვარიანტები, როგორც შეიძლება განვითარდეს, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის სარეკრეაციო ფუნქცია მხოლოდ და რა თქმა უნდა ეს არის პარკის ფუნქცია, თუმცა როგორ გადაწყდება, რა იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ამაზე ალბათ ხვალდილისთვის უფრო ჩამოყალიბებულად მოგახსენებთ. ეს იქნება ალბათ აქტიური დასვენების ქალაქი, აქ ბავშვები შრომას ისწავლიან. ბავშვთა ქალაქი მზიური ნოდარ დუმბაძის ახდენილი პროექტია. 70-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნებულ სტატიაში ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკი 1982 წელს გაიხსნა. მოქალაქეთა ერთიანობამ ხელისუფლებას ახალი იდეა მიაწოდა. ზოოპარკის ტერიტორიაზე ახალი დასასვენებელი ზონა მოეწყობა, რომელსაც პრემიერის ინიციატივით შესაძლოა სოლიდარობის პარკი ეწოდოს. თავად ზოოპარკი სავარაუდოდ ადგილმდებარეობას შეიცვლის. მიმაჩნია, რომ თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც უკდავყოფს ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას და გაგვახსენებს, რომ ძალა ერთობაშია. ვიცი, რომ ეს მოთხოვნა საზოგადოებასაც აქვს და ფიქრობ, ვერეს ხეობაში და ზოოპარკის ტერიტორიაზე ასეთი პარკი უნდა გაშენდეს. ეს უნდა იყოს სოლიდარობის პარკი, ჩვენი ერთიანობის, თავდადებისა და ერთმანეთისადმი თანადგომის სიმბოლო, ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. ქალაქში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ავტომფლობელების ზარალმა რამდენიმე ასეულ 1000 ლარს მიაღწია. მანქანები თბილისის ცენტრიდან ევაკუატორებით გაყავთ. მათი უმრავლესობის შეკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია. სადაზღვევო კომპანიებში ზარალის ანაზღაურების სწრაფი სქემა შეიმუშავეს, ნაკლებად გაუმართლად იმ მოქალაქეებს, რომელთაც ავტომანქანა დაზღვეული არ ჰყავდათ. მართა არდაშელია გაგვაცნობს დაზარალებულ ავტომფლობელებს. ადგილი, სადაც სტიქია მძინვარებდა, დღეს დატბორილი ავტომობილების დროებითი ავტოსადგომია. მოქალაქეებს საკუთარი მანქანები სტიქიის ზონიდან გაყავთ. მათი უმეტესობა უტილიზაციას ექვემდებარება. დავტოვე ღამე, დილით მოვედი და მანქანა არ არის. ზარალ სვაინძის ქუჩის მცხოვრები ითვლის. მისი უძრავი და მოძრავი საკუთრება სტიქიას შეეწირა. რო ყოფილიყო დაზღვეული, გადარჩენის სრული შესაძლებლობა მექნებოდა. ავტომფლობელების ზარები სადაზღვევო კომპანიების ცხელ ხაზზე არ წყდება. კომპანია GPS-ში უკვე 100 დაზარალებული დაფიქსირდა. დათვლილია ხარჯები, კომპენსაციის ანაზღაურებას აქ კვირის ბოლომდე გეგმავენ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავითვალისწინოთ ფრანშიზის თანხა, ეს არის ის თანხა, რომელსაც დაზღვეული არის ხოლმე პასუხისმგებელი და გვინდა რომ ამაზე ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა და სრულად 100%-ით მათ გადავუხადოთ ეს ზარალი. უხეში გათვლებით აი ამ მომენტისთვის ალბათ 600-700
10000 ლარი. 40-მდე დაზარალებული დაუკავშირდა კომპანია Aldagi BCI-ს. აქ აცხადებენ, რომ კომპენსაციის თანხა 5000-დან 50000 დოლარამდე მერყეობს. რეგულირების პროცესი მიმდინარეობს გამარტივებული პროცედურით, ყოველგვარი ზედმეტი ფორმალობების გარეშე, დამატებით დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე. კომპანია IC Group-ს 15-მა ადამიანმა მიმართა. ზარალის ჯამური რაოდენობა 300,000 დოლარს შეადგენს. გიორგი შენგელია ამბობს, რომ სტიქიის მატერიალურ შედეგებს ევროპის ქვეყნებში სახელმწიფოსთან ერთად სადაზღვევო კომპანიებიც იზიარებენ. განსხვავებული ვითარება საქართველოშია. ჯერჯერობით ეს კულტურა არ არსებობს ქვეყანაში. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ისიც, რომ სავალდებულო არ არის ამ ტიპის დაზღვევა და საქართველოს ერთ-ერთი გამონაკლისია ამ კუთხით. თუ შევადარებთ იგივე თუნდაც მეზობლებს. სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოტანაზე დისკუსია სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველოში 1 მილიონამდე ავტომობილია რეგისტრირებული. აქედან მხოლოდ 35,000-ია დაზღვეული. პრემიერ-მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დაზიანებული ავტომობილების საკითხი მთავრობის დღის წესრიგში არ დგას. საბანკო ვალდებულებების მქონე დაზარალებულ ოჯახებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დახმარება სპირდება. გიორგი ქადაგიძე დღეს სტიქიის ზონაში იყო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სპეციალური განცხადებაც გააკეთა, უწყება კონკრეტული ოჯახების პრობლემებს აღწერს და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. რეკლამის შემდეგ სხვა სიახლეებს გაგაცნობთ. ზაფხულის ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 ტეტრად. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო ინტერნეიშნალი. ტურები ეგვიპტის, დუბაისა და თურქეთის მიმართულებით საუკეთესო ფასად. იმოგზაურეთ რიკო ინტერნეიშნალთან ერთად. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი. აბარა GPC წარმოგიდგენთ Elps, რომელიც გთავაზობთ Excellence-ის თმის საღებავებს და Nivea-ს დეოდორანტებს 20%-იანი ფასდაგლებით. იყავი ვივუშჭი სერტკული. მიიღეს ესხი ჩვენთან და ისარგებლე მზარდი 20%-ამდე ფასდაკლებით ყოველი მომდევნო სესხის საკომისიოზე. ვივუშჭი, ფული თანამედროვე ხალხისთვის. ველკო პოპოვიცკი კოზელი იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. ეკოპიას შექმნისას ჩვენ ვფიქრობდით სტანდარტულ ჩარჩოებს მიღმა. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც. ეს არის საბურავების ახალი სტანდარტი მთელ მსოფლიოში. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone. შეიძინეთ თეგეტა მოტორსის ცენტრებში. Always-ი ახალი ზედაფენით ისრუდავს მომენტალურად. მაშინაც კი თუ მას გადააბრუნებთ და ზედაპირი რჩება მშრალი. გამოჩდი ბარჩენიდან იმოძრავე თავი. იცავს წამებში, იცავს საათების განმავლობაში დაცვას ისუფთავე Always-ი. სტომატოლოგიური კლინიკა ევროდენტი გთავაზობთ 40%-იან ფასდაკლებას დენტალურ იმპლანტაციებზე. მისამართი ალექსანდრე ყაზბეკის 14B, ტელეფონი 218-1661. წარმოუდგენლად მძლავრი სმარტფონი P90, ბატარეის სიმძლავრე 4000 მAh, პროცესორი Intel Atom, Lenovo P90. ფაფუკი ცომის დასამზადებლად ვიყენებთ მაღალი ხარისხის ფქვილსა და კარაქს, რათა ორცხობილვა ისეთი გემრიელი გამოვიდეს, როგორიც ჩვენ გვიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, ვანილი უფრო გიყვართ, შოკოლადი თუ კრემ ბრიულე, რადგან რბილ და ხრაშუნა ორცხობილვაში სამივე ძალიან გემრიელი. ნაყინი სენდვიჩი, სიგრილე, რომელიც გათბობს.
ეკოპიას შექმნისას ჩვენ ვფიქრობდით სტანდარტულ ჩარჩოებს მიღმა. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეს არის საბურავების ახალი სტანდარტი მთელ მსოფლიოში. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone. შეიძინეთ თეგეტა მოტორსის ცენტრებში. ახალი ხაზები ლუც მიზეზე არ სჭირდება. მე ის მიყვარს. ბევრ ამას ამარტივებს. ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის. ფასი კი იგივე დარჩა. მხოლოდ 20 ლარი. 2 გიგაბაიტი მეოთხე თაობის უსწრაფესი ინტერნეტი, ულიმიტო საუბარი და SMS-ები ყველა ქსელთან. აკრიფე ფიფკი 220 ფიფკი 20 დიეზი და დამატებითი სარგებელი WhatsApp-ით უფასოდ. მობილური ინტერნეტი არ დაიხარჯება. Beeline ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს გასართობი გადაცემების წამდგენია მაგთი, შეიძინა 4G მოდემები და მიიღეს საჩუქრები 1000 მეგაბაიტი და 20%-იანი ფასდაკლება ინტერნეტ პაკეტებზე პორტალიდან mymagti.com. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია თოლია საოჯახო. შექმენი, შენი ნაყინი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია სიახლე ნატახტარის ლიმონადისგან. გემო, რომელსაც დიდხანს ელოდით, ნაღები შოკოლადით. ეს არის ქრონიკა 8-ზე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზუსტად 9 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში სტიქის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის ხდომა დაიწყება. ჩვენ ხდომას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, მანამდე სხვა სიახლეებსაც გაგაცნობ საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე საფრანგეთიდან გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები თავდაცვის ყოფილ მინისტრს აინტერესებს. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მთავარი ის დოკუმენტი გაფორმებული იყო, რომელზეც მინისტრობის დროს თავად მუშაობდა. მისი თქმით, თუ დოკუმენტის შინაარსი არ შეცვლილა, მაშინ საქართველოს საჰაერო სივრცე და სუვერენიტეტი დაცული იქნება. ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისკენ გადადგმულ ნაბიჯს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს დოკუმენტის ხელმოწერას პარლამენტის თავმჯდომარე. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულება საფრანგეთთან გუშინ გააფორმა. არ ვიცი ჩვენ რას მოაწერა თინამ ხელი, ჯერ გასარკვევია არის თუ არა ის შეთანხმება, რომლის მემორანდუმიც მე გავაფორმე. თუ ის არის, რას მივიღებთ ბატონო ირაკლი? საქართველოს იქნება დაცული უახლოეს წლებში საქართველოს საჰაერო სივრცე, საჰაერო სუვერენიტეტი იქნება უზრუნველყოფილი ისე, რომ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც და ინტეგრაციასაც ხელს შეუწყობს და ტერსაც ბევრად მოერიდება საქართველოზე იერიში. მე ვთვლი, რომ ყველა მინისტრმა თავთავის საქმე ძალიან კარგად შეასრულა და შესაძლებელი გახდა დღეს უკვე დამაგვირგვინებელი შეთანხმების გაფორმება. თუმცა რა თქმა უნდა, შეთანხმების დადებით არ ხდება თავდაცვის უნარიანობის გამტკიცება, საჭიროა მისი შესრულება, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ასე რომ მე მგონი სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯია, ქვეყანას სჭირდება თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება. გარდაცვლილი კაპრალი რამაზ დავითაია დღეს სამხედრო წესით დაკრძალეს. ცენაკში დილიდან სამხედრო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. გარდაცვლილის ოჯახს უშიშროების საბჭოს მდივანმა და ამერიკის ელჩმაც მიუმსაბძიმრეს. რამაზ დავითაია მისიას მეორე ქვეითი ბრიგადის 23-მე ბატალიონის შემადგენლობაში ავღანეთში, ჰელდმანის პროვინციაში ასრულებდა. 2012 წლის 20 ივნისს ის პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი სამშობლოში მკურნალობდნენ. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დავითაია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მე უსამძიმრებ მის ოჯახს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ასეთი ვაჟკაცებზე დგას დღეს საქართველო, მათნაირ თავგანწირვაზე, მათნაირ პატრიოტიზმზე და ეს არის დანაკარგი არა მხოლოდ ამ ოჯახის, არამედ ნამდვილად შეიძლება თამამად ითქვას, რომ სრულიად საქართველოს. We're here to honor the memory of Ramaz. რამაზი დიდი საქმისთვის დაიღუპა. იგი იბრძოდა იმისთვის, რომ ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრება შეექმნა. მას შემდეგ რაც დაიჭრა და ეტლით გადაადგილება უწევდა, მუდამ ინარჩუნებდა სულისკვეთებას და ყველას აჩვენებდა თავისი მაგალითით, რომ სრულფასოვანი ცხოვრება ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია. ვიზიარებთ მწუხარებას და ვუთანაგრძნობთ რამაზის ოჯახს.
წყალდიდობისა და სტიქიური უბედურების შედეგებს მხოლოდ თბილისი არ ებრძვის. სტიქია მძვინვარებს შეერთებულ შტატებშიც. კოლორადოში გადაუღებელმა წვიმებმა შტატის ადმინისტრაციული ცენტრი დადბორა. მოსალოდნელი ტროპიკული შტორმის გამო განგაშია ტეხასში მობილიზებულნი არიან მაშველები მექსიკის ყურეში, სადაც წყალდიდობის საფრთხეა. ტყის ხანძარს ებრძვიან ალიასკას შტატში, ინდონეზიაში კი ვულკანის გააქტიურების ფონზე მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. ეს კოლორადოს შტატის ქალაქი კოლორადო სპრინგსია. გადაუღებელი კოკის პირული წვიმის შედეგად ქალაქი წყლის საფარის ქვეშაა მოქცეული. წყალდიდობას იქ ელჭექიც დაერთო, მეხი სახლებს დაეცა. სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას არ გამორიცხავენ. ქალაქის ქუჩებში კი სტიქიის გაძლიერების შემთხვევაში სამაშველო და კომუნალური სამსახურები არიან მობილიზებული. ტროპიკული შტორმის მოლოდინშია ტეხასის შტატი და მექსიკის ყურე. სინოპტიკოსები შტატის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. მოსახლეობა კი სასმელ წყალს და პირველადი მოხმარების ნივთებს მასობრივად იმარაგებს. წყალდიდობის საფრთხე არსებობს, თუმცა შეგახსენეთ, რომ ქალაქში კოლექტორები გამართულად მუშაობენ. ისინი ერთიანი სადრენაჟო სისტემის მიხედვითაა აწყობილი. 45 საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა ალესკაზე. იქ სატყეო ხანძარი უკვე მესამე დღეა მძვინვარებს. სტიქიის ლოკალიზებას მაშველები და მეხანძრეები მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებენ. სინოპტიკოსები ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის ფონზე სიტუაციის გაუარესებას ვარაუდობენ. მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რომ ცეცხლისგან სხვადასხვა სტრუქტურები დაიცვან. ძალიან ბევრი სახლი განადგურდა. საოცარი სანახავი იყო, როცა ხალხი ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას საკუთარ სიცოცხლეს რისკავდა. საბედნიეროდ ადამიანური მსხვერპლი არ არის, თუმცა ვწუხართ, რომ სტიქიამ ცხოველები შეიწირა. სავალდებულო მასობრივი ევაკუაცია დაიწყო დღეს დილიდან ინდონეზიაში. იქ ვულკანმა სინაბუგმა გაიღვიძა. ხელისუფლებამ სეისმოლოგების რეკომენდაციით საფრთხის უმაღლესი ნიშნული გამოაცხადეს. წყნარი ოკეანის სარტყელში მდებარე ვულკანის სინაბუგი დედამიწაზე 500 ყველაზე ცნობილ ვულკანთან ნუსხაში ირიცხება. ის ბოლოს 2010 წელს 400 წლიანი მიძინების შემდეგ გააქტიურდა. მაშინ სტიქიამ 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 100 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი პარლამენტმა სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალების ქვედანაყოფების გამოყენების თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებები დაამტკიცა. საკითხს კენჭი რიგარეშე სესიაზე უყარეს. სხდომის დაწყებისას დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. კენჭის ღამე ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატები სიტყვით გამოვიდნენ და შექმნილ სიტუაციაში ერთიანი პოზიციის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 100 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი პარლამენტის დადგენილება მიღებულია. 100 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი პარლამენტის დადგენილება მიღებულია. საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებები დამტკიცებულია სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით. ამრიგად ჩვენს ჯარისკაცებს, შეერთებული ძალების ქვედანაყოფებს აქვს სრული ლეგიტიმური საფუძველი გააგრძელონ ის უმძიმესი და საპატიო მოვალეობა, რაც ასეთ დროს